მე გონგი და თვალი მოგესალმებით. ამას ეხა პირველ შემთხვევაში როცა ხომ არ მოვიჩუმეთ რაღაც დღეს სიჩუმე ჭირდება. რაღაც არ მოეწონა შენ. ხო, დღევანდელი თემა იქნება ტრავმები, ტრავმის მექანიზმი, რა ტიპია, როგორ მუშაობს. ნერვული სისტემა, ცნობიერი, არა ცნობიერი. ხო, და რაღაცნაირად ჩვენ პერსპექტივებს გაგიზიარებთ დღესაც ჩვენ გამოცდილებებს, ჩვენ დაკვირვებებს უფრო სწორედ. რა შეგვიძლია ვთქვათ ტრავმაზე? არის ტრავმა, როგორ ვიტრავმებით? ოთის ტრავმა. ხო, ალბათ მაინც ცოტა ისე უნდა გავშალოთ რა. აი, როგორც ორგანიზმის ფუნქციონალი, როგორც ადამიანის რაღაც ფუნქცია, რომელიც რეალურად საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ხო, თან ხო აი ეგ არის რა, როგორც აი სუნთქავს რაღაც გული გვიცემს, რაღაც სიარული შეგვიძლია, დაახლოებით მსგავსი ტიპია ტრავმა, ანუ არ არსებობს ტრავმის გარეშე ადამიანი. როგორ ახსნით? სანამ ტრავმას დავარქმევთ და სანამ რაღაც პრობლემათ აღვიქვავთ, როგორც ორგანიზმის დონეზე არის თვითგადარჩენის მექანიზმი, რომელიც შეიძლება ცოცხლები ვიყოთ. ხო, უბრალოდ გადავჭეთ რა მარტივად, გადავჭეთ, გავიქცეთ, ვიბრძოლოთ ან რაღაც. ანუ უფრო ის არის რა, სიგნალი მოგცეს შესაძლო საფრთხეზე. იმ მომენტში, ხო. და ნერვული სისტემა აგროვებს ტრავმის სახით ინფორმაციას, რომელიც რაღაც აწმყოში მერე იმ გარემოებაში, რომელიც მეორდება და გავს წარსულს, განმეორება ტრიგერს გულისხმობს. ხო. ხო რა. გვანიშნოს, რომ რაღაც არ ვართ დაცულად, ან ვართ საფრთხეში, ან ვიბრძოლოთ, ან გავიქცეთ, ან რაღაც რეაქცია ვქონდეს. გავიფრიზოთ. ხო, ეგეც გაქცევის ერთ-ერთი გაქცევის რა გადარჩენის, გადარჩენის. დისაცოციაცია. ხო, მე უფრო ტვინის ცნობიერების ტვინიდან გაქცევის ის არის რა, რაღაც ტვინის კარებს გამოუღებს და გარბის. აი, თან შეიძლება რაღაც ცხოველთან ინტერაქციისას გადაგარჩინოს რა, რაღაც აი ცხოველს ან რაღაც ყურადღებას აღარ გაქცევს, პრედატორი თუ გაიფრიზები, ყურადღებას არ გაქცევს. საბოლოოდ ფუნქცია აქვს გადარჩენის რა მაგას. სხვა თუ არ გეტკინოს. თუ ვერ გარბი ხარ და ვერ ჩხუბობ, მაშინ და თან შეგრძნების ნაკლები გაქვს. ან ხო, ანუ აღარ გეტკივა რა. არა, ამ სიტყვას უერო. დიასოციაცია. დიასოციაცია. ხო, მაგათ თვითონ რო ვარდება და ვერ გაიქცევი ვერსად, ძირითადად ეგემართებოდ ხოლმე რა ადამიანს. პანიკაში ხარ. აი, ზოგს ყველა სხვა და ზოგს ეხა გაქცევაც კი უნდა თვითფრინავიდან ვთქვათ რა, მაგრამ შეიძლება რომ ანუ ძირითადად რაღაც იქიდან გამოტანილი ამბავი არავის აი სიკვდილის მე თვითფრინავში მოვკვდი და გავიფრიზე სანამ მოვკვდო. საბოლოოდ არის ჩვენი ორგანიზმის რაღაც აი არაცნობიერი ორგანიზმის გადარჩენის ფუნქცია, ხო. რაც მეორე ცნობიერებაში ქმნის პრობლემებს რა. ანუ პრობლემებს რა? იმიტომ რომ რაღაც სულ თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნა, თან თუ დარეგისტრირდა რაღაც გარემოებები რა, შენ ნერვულ სისტემაში, თქვათ, სადაც მე მთელი ცხოვრება გიწევს ყოფნა და მაგ ყველაფრის განცდა, სულ დაძაბული ხარ რა, სულ შიში გაქვს გარემოსი რა, ესე რომ ვთქვათ რა, და აი, ხო, აი ეხა რომ მაგალითები რომ მოვიყვანოთ, ძალიან ბევრი რამე არსებობს და ბევრი ფორმით შეიძლება მიიღო ტრავმა. და ძირითადად ხო თან ძალიან სუბიექტური არის მარტო ის ხო არ არის აუცილებელი რომ რაღაც ომში იყო რამ ყოფიდან აღმზიანა ფეთქები რომ ტრავმა გქონდეს. ან აუცილებლად ვინმე მიძალადოს შენზე. შეიძლება პატარა ბავშვი ხარ და მაღაზიაში დაკარგე მშობლები და დროს ტრავმულია ისევ ისე როგორც აღმზია ფეთქება და მაგიტო სუბიექტურის თან. აქედან შეიძლება სულერურად ჟღერდეს რომ მაღაზიაში დაკარგვა როგორ შეიძლება იყოს ტრავმული, მაგრამ იმ დროს როცა პატარა ხარ არ შენ მშობელია ყველანაირი შენ დამცველი და იქ რო აღარ არის და აღარ ხედავს, ანუ დაუცველი ხარ და შეიძლება მოკვდე თუ რაღაც. ხო, აი ტრავმულია. კი, გეთანხმები. გამიქრა აზრი.
არა ვიცი. გაიგე. ან შენ ხო დამუღავე მოდუნება თუ რაღაც. გახსენ თუ ეგ რაღაცას უდაკარგავდა მე პოვნა. ой, ეს პატარა სიტყვა მათ შეიძლება ტრავმა მოგანიჭოს. რა მოკლედ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ანუ ტრავმა არ ექნება ესე რა ვთქვა. ხო. ია. იმიტომ რომ მთელი ჩვენი მექანიზმი არის თავდაცვითი რა, ყველაფერს ასკანერებს ნერვული სისტემა, რა არის უსაფრთხო, რა საფრთხე რა. რამდენ სწორ გადაწყვეტილებებს იღებს მე ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ ხომ რო გადარჩეს იმ დროს ეგრე ჭირდება და რაღაც პონჩი მუშაობს რა, სადაც და ესე რა ვთქვათ, იქმნება რაღაცნაირი რუკა, ну, მე სულ რუკას ვადარებ მაგას, არის ტრიგერების საბოლოოდ რეაქციების რა, ემოციების და რეაქციების რა, როგორ იყო რაღაც გარემოებებში, როგორ მოიქცე რაღაც გარემოებებში, სად რას გაიქცე, რისკენ ილყოდე, რა გაღიზიანებდეს, რა მოგწონდეს, რა გსიამოვნებდეს. მაგალითად დაგიყვე რა, არ ვიცი, დიდმა ადამიანმა იყავი რატო დაგიყვერა? თან მაგასაც მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ რატომაც დაგიყვერა ეგ წმენებისკენ მივდივართ, ეგეც საინტერესოა რა დაგიყვეს. ხო, ანუ რატომღაც რო დაგიყვირა, ეგ აჩენს შენში რწმენას, რომ ამის გამო შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდა, არ იყო დაცულად რა. ანუ მაგალითად, რო დაგიყვირა ეს შეგეშინდა და მძაფრი სტიმულაცია იყო, რაც ტრავმა და შეიძლება მე ყველა დიდობაში უკვე ყვირილები დალინკო პირდაპირ მაგას ამოდის ხო, კი. და ოღონდ ეს რწმენა თუ აცნობიერებ თუ გახსოვს რატო დაგიყვირას რაღაც კონკრეტული ქცევის მიმართ, ეგეც რეგისტრირდება როგორც რწმენა და შეიძლება ყვირილი არა, მაგრამ რაღაც ამ ქცევის მიმართ არ გქონდეს კომფორტული შეგრძნება რა, არ უნდა ქნა რა. ან შეიძლება ყვირილმა გაგატრიგეროს ცალკე, ან შეიძლება კონკრეტული შენ თვითონ რაღაც ის გაკეთება რო გინდოდეს ამ საქციელს, აღარაზოს აღარ გააკეთე. ეგ შეგრძნება გექნება, რაც ეგ რაღაც რო გააკეთე, სიტყვაზე ყვიროდი და დარბოდი თუ რაღაცა ბევრ სჭირს ახაცავი, ვინმე სტანდარტ რომ მიხვდე და ადამიანები რო იყვნენ და უთხრა რა შეიძლება ხომ ვალა იყვირე, ახლა ვერ იყვირეს. ვერ შევიან. და ეგეც რაღაც მაქედან არის რომ ეგ ყვირილიც მაგას ათრიგერებს, რაც ბავშვობაში მოხდა გეჩხუბნენ თუ რა გიქნეს. ისე მაგ შეგრძნებებს და შეშტები და ვერ ამოშ გინდა, მაგრამ რაღაცა გიჭერს, მთლიანად არ გიშვებს. და ეგრე გვაქვს ყველაფერზე. კი და ძალიან ხო, და ნუ საბოლოოდ პრობლემაა რა. ეს ჩვენი როგორი ბეჭედი და საბოლოოდ არის ხო, და პრობლემა რატოა ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ერთი მხრივ კი გვიცავს ეს რაღაც და რაღაც გარემოებებში თქვათ ცოცხლები ვართ, მაგრამ ბედნიერები აღარ ვართ. ხო, ბედნიერები აღარ ვართ, ლაღები აღარ ვართ, კრეატიულები აღარ ვართ. ხო, ეგ ხო მაგის ფუნქცია, ნერვული სისტემის ფუნქციაა, სხვა რომ ბედნიან ეგოს ფუნქცია, ეგ ხო არა რომ ბედნიერი იყო თუ რა. ხო, მაგრამ არ ვიტყოდი ეგრე რა. ანუ ნახე რომ გადარჩი უკვე და თუ სიმშვიდეს აღწევ და თუ მშვიდად ხარ, მე სხვა პოტენციალი აქვს შენ twins რა, ძალიან რაღაც ეს ძიების და რაღაც creativity. ის ფიქრობ მომდის თავს რომ აშკარად არ უნდა ვთქვა. кайф. არ ვიტყვი. რაღაცა შემოქმედებითობის რაღაცნაირად აი იხსნება ეს მაძიებელი ტიპი, რომელიც რაღაცებს იკვლევს, რაღაცებს ქმნის. ანუ ფუნდამენტური რაღაცები რო პრობლემა არ გაქვს, თავის გადარჩენა რო არ გჭირდება და რო გადარჩენილი ხარ რაღაცნაირად, მე გინდა რომ კრეატიული მაგრამ თუ ისე მოხდა რომ ძალიან მძაფრი ტრავმები განვიცადე ცხოვრებაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგრე კაი თქვი და მე რა ვიტყვი. განვიცადე ცხოვრებაში, რეალურად სულ ვარ თავდაცვის მდგომარეობაში. ანუ ვიცავთ თავს, ანუ გქვნით რაღაცებს რა, ეგეთი ეგორი მდგომარეობა არსებობს რა. თუ დაცული ხარ და გადარჩი კრეატივ ხარ რაღაცნაირად შენ ნერვული სისტემა რეგულირებული თუ არის და პრობლემები თუ რაღაცნაირად არ გაქვს. ან მეტწილად რეგულირებული. ხო, მაშინ კრეატივიტი გაქვს, თორე სხვა შემთხვევაში შეიძლება ფინანსურად და რაღაცნაირად მოგვარებული გქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში კრეატივიტი ნაკლებად იქნება, სავარაუდოდ დაიწყებ რაღაც გზების საშუალებას, როგორ გაიბუჟო თავი ხარისხიანად უფრო. ეს გაბუჟება კაი სიტყვაა რა. ნამდნეს რასაც ვეძახით რა, კიდე აი ეგეც ერთგვარი, ოღონდ მაგასაც საფეხურები აქვს რა თავისებური. ანუ აი თუ რა მართლა ეხო თვითფრინავი თუ ვარდება, შეიძლება იმ მთლიანად ისე გაბუჟდა, რომ საერთოდ სივრცე აღარ აღიქვა რა. სხვა გაბუჟება არის, ხო. მაგას ვამბობ რა. გაკინო შეგვილია რა. სხვა გაშიშება, არ ვიცი, ან და აღარ ხარ იქ, აი ავარიებში. რო არ გეტკინოს რა. აი რაღაც კვლევები ყოფილა, რომელსაც ძიმე ავარიების შემთხვევების მერე ადამიანს
PTSD-იანი ადამიანებზე ჰქონდათ ეგეთი გამოცდილება რა, რომ იქ აღარ იყვნენ გაშებულები რა. ანუ ეგრევე ტოვებს ხეული. ნაორი ადამიანები ხო. ოკეი. ხო. ეგეთი ანუ რო ვეღარსად გარბი ხარ, ძირითადად მაშინ ხდება ხოლმე, მაგრამ თუმცა ჩვეულებრივადაც შეიძლება რა ეს უფრო დაბალი ხარისხით გამოვლინდეს ადამიანებში, ანუ რაღაც მოვლენის მიმართ რეაქცია. შეიძლება დაყვირებაზე გაიფრიზო მართლა, ძალიან მარტივ რაღაცაზე შეიძლება. ან შეიძლება უცხო ადამიანთან მისვლაზე, ან რაღაც სამნაირი ძირითადად სამნაირი ისე. ან ვინმე თუ მოგწონს მაგასთან მისვლაზე შეიძლება ან მიხვიდე და დააპარაკოთ სადამ გაფრიზო და ვერაფერი ვერ იქნება. ხო, ძალიან. და ნუ აი პრობლემას რო დაუბრუნდეთ რა, რეალურად ერთი კი არის თავდაცვის მექანიზმი ჩვენთვის, რომელმაც გადაგვარჩინა, მაგრამ საბოლოოდ პრობლემა არის ის, რომ ანუ ვეღარ უბრუნდებით ნეიტრალურ მდგომარეობას რა. და მთელი ჩვენი ნეიტრალურ მდგომარეობაში რაც გულისხმობ. უტრამო მდგომარეობა, რა ძალიან ბევრჯერ ვამბობთ, მე მგონი ამ სიტყვას და უკვე ნერვები მეშ. არა, იცი რას ვამბობ? უტრამო კი არა, აი რეგულირებულ მდგომარეობა, სადაც ხარ ხარ და კაია რო ხარ. თუ საბრძოლველია ჩვენი ორგანიზმი ესეთია, თუ საბრძოლველია ბრძოლობ. თუ გასაქცევია გარბი ხარ. თუ არაფერი არ ხდება, იჯექ წყნარად. შვიდად ხარ და ამ სიმშვიდეში უკვე შენი გონება არის კრეატიული. ოკეი, სიმშვიდეში მაშინ ასე წყარში როზე ხარ და anxiety-ით რო კვდები და ტვენი რო გიდუხს, ეგ ოკეი არ არის. კი ბატონო. აი, გარი ბუნებრივი მდგომარეობა მაგასაც. ხო, ნეიტრალურობა რა, სადაც ჩვეულებრივად ხარ, თუ საბრძოლველია იბრძოლებ, ანუ მოემართები მაგისკენ და შენი ქიმიური პროცესი. ლოგიკად, როგორც აი ცხოველების მაგალითი იქნება, ალბათ, კაი მაგალითი რა, თუ კატები, დიდი კატები ჩილაობენ. თუ ჭირდება იჩხუბობს, თუ ჭირდება რომ გაიქცეს გარბის, თუ არაფერი არ ხდება, წევს და გორავს მზეზე. ზუსტად, ხო, ჩვენს რაღაც ეგ ტიპები ვართ. Depends. მაგრამ ხო, ვერ შვებით მაგას რა. ძალიან დიდი პრობლემაა რეალურად ადამიანებში ეს ტრავმა. ანუ თან ადამიანებმა იციან, როგორ ტრავმები აქვთ. მაგრამ რა უყონ არიციან რა. და რეალურად იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ პატარა შეიძლება ნათქვამს ბავშვობაში, რომ მთელი შენი ცხოვრება მე იყოს კონსტრუირებული აშენებული რაღაცები მაგას. აი ვინც ხარ დღეს შეიძლება. თან ეგრე რო რაღაცებს აშენებ, მე მაგის თავიდან განცდაც ცოტა გაშვება, არ ვიცი ამდენად კაი სიტყვა, მაგრამ ხო ცოტა ძნელი არის, იმიტომ რომ ძალიან იმდენად ბევრი რაღაც გაქვს ამაზე აშენებული, რომ ამას რო აცლი, ხო, ძალიან შენი პერსონალიტის ხარაქტერის ნაწილი მიყვება, ხო, რაღაც შენი ნაწილი უნდა მოკვდეს. ცოტა ისე ჟღერ შეიძლება, მაგრამ ეგრე არის, ფსიქოლოგიურად ეგრე მართლა კვდება რა რაღაც შენი ნაწილი აღარ არის. მაგიტო გვიჭირს რა, რომ რაღაც პრობლემას ვაცნობიერებთ, მაგრამ გვიჭირს, ანუ პრობლემის რეალურად მოგვარება გვიჭირს რა. მაგალითად ურთიერთობები რა, ყოველ ჯერზე რაღაცნაირად ვიცი რომ ეს ტოქსიკურ ურთიერთობაში ვარ, თქვათ. მაგრამ ერთ იგივე პატერნში ხო, სულ რა და ვიცი, ხვდები, მაგრამ რატომღაც შვები რა და ნუ ეს კიდე ცალკე სალაპარაკო საკითხია ჩემს ურთიერთობები და მაგით არ უნდა წავიდეთ რა, მაგრამ ზოგადად ეგ პირველად გამახსენდა ეგ იყო რა, რომ მაინც იგივე შვები სულ. იცი რომ თან სულ შვები, იგივე შვები, მაგრამ მაინც შვები რა. იმიტომ რომ ნაცნობი არის შენ ნერვული სისტემის ეგ. ნაცნობი რა ის ორგანიზმი თვლის, რომ ეგრე იქნები დაცულად. ნაცნობს დავარქვათ, მაგრამ ხო ეგეც კაი ინტერპრეტაცია. და საბოლოოდ ხო თუ არ ხარ იქ, სადაც უნდა იყო, შენი ტანი მოემართება ისე, რომ შეცვალო ეს მდგომარეობა, სადაც ეხლა ხარ. მაგალითად, სტრესი, ძირითადი გამოვლინება სტრესი, შიში, სჭარბი, მძაფრი ემოციები, რომ გაგარიდოს იმ მდგომარეობას. ტრიგერ ხო, შეიძლება შემოხვედი. მე მაინც იმ ჭკუაზე ვარ, რომ მაინც იმიტომ ტრიგერდი, იმიტომ არ ცნობიერთ, იმიტომ ხვდებით რაღაცებთან, იმიტომ ტრიგერდებით, რომ თავიდან გამიცადოთ და აღარ იყოს ჩვენში. არ მაინტერესებს. ხო, რაღაც ლოგიკა არის მაგაში რა. ჩემი ლოგიკა ეგაა. მაგრამ მე პირიქით არ ვიცი. სულ ხვდებით რა, რაღაც არ უნდა ვეცადოთ, რომ თავი ავარიდოთ, მაინც მაგრამ მთელი ცხოვრება შეიძლება მოკვდე მაგაში რა, იცხოვრო ეგრე. და მოკვდე, ანუ ეგ იყოს შენი ემოციები და ეგ შფოთვები და რაღაცები შეიძლება იყოს რაღაც შენი ცხოვრების იმპულსები, რაც რაღაც გადაწყვეტილებებს გაღებებს და საბოლოო სიბერემდე მიდიხარ და რომ მოიხედავ ზუსტად მაგ ყველაფერმა მიგიყვანა იქამდე, სადაც მიგიყვანა. თავის თელი турბულენტობები. ეგ ხო ეგრე რაღაც სარო ხარ, იმ ყველაფერმა მიგიყვანა ამ რაღაცასთან, როგორც ახლა ხარ.
რაც არ უნდა იყოს ან არის. ხო, მაგრამ მაინც პრობლემა მგონია თქო რა. ანუ იმიტომ არ შვება შენი ნერვული სისტემა მაგას არ გითხრა. ანუ ეგეთი ჭკვიანი არ არის ორგანიზმი, არის ორგანიზმი. აი ესე. ორგანულ დონეზე არის რაღაც მექანიზირებული. რომ მაინც და მაინც მარტო თავდაცვა არის, იმიტომ რომ კაი და არასწორად და რატო ხვდები იგივენერი სიტუაცია. აი იმენა ხვდები რა, გაუაზრებლად მიხვალ ისეთ ადგილას, სადაც ეგ ტრიგერი მოხდება. გავიგე რა სამყარო. ხო, რატო? ხო, მაგრამ მე ზუსტად ეგ არის ზღვარი, საიდანაც უნდა გაიქცე. და შეცვალო. ანუ ეგრე მუშაობს რა. ანუ რაღაც ზღვართან მიხვედი, ტრიგერთან მიხვედი. მაგრამ მაქეთ აღარ გიშვებს. მაგას ტრიგერზე ვთქვით რა არის, ძალიან ბევრჯერ ხმარობს და ესე კარგად არ გვითქვამს. რაღაც მოვლენა. ხო, ჩემი სიტყვებით ვიტყვი. რაღაც მოვლენა გარემოება ან არა მარტო, სენსორული გზით მიღებული ინფორმაცია უფრო კარგად ჟღერს მარტივად. ხედვა, ყნოსვა, სმენა, ან რაღაც მოვლენათა ჯაჭვი, ან მოკლედ გამოცდილება რაც სენსორული გზით მიიღება, შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი იმ შეგრძნებების და ტრაუმების, რაც წარსულში განუგვიცდია. მაგალითად, თუ ძაღლმა შემაშინა ბავშვობაში დამიყეფა და მოწყვლადი ვიყავი მაგ დროს, შეიძლება მოვდიოდე ქუჩაში რაღაც 30 წლის ასაკში, გვერდით ძაღლი ყეფთეს მეორე ქუჩაზე და ეს შეგრძნებები გამოიწვიოს და მეწყოს შიში. ყეფამ გამოიწვიოს ეგ ტრიგერი. ყეფა არის ტრიგერი, ესე რომ ვთქვათ რა. გამაღიზიანებელი, რაღაც გარე გამაღიზიანებელი, რაც იგივე შეგრძნებებს იწვევს, რაც რაღაც მომენტში სადაც იყო მოწყვლადი დაუცველი, ესე. სადაც ეგ შეგრძნებები გაჩნდა პირველად. აი ამ ლოგიკით მე მგონია რომ შენ იმას პასუხი ეცემა რაღაცნაირად რა. არ ვიცი ეცემა პასუხი. რას მოგისმენთ? ხო, იმას რომ ანუ თავდაცვისთვის არის რა მხოლოდ რა, ანუ ძაღლის ყეფა თუ მაშინებს, ძაღლთან არ უნდა მივიდი ახლოს რა, შფოთი მეწყება რომ გავერიდო იმ სიტუაციას. ხო, მაგრამ აი სიტყვაზე ურთიერთობებში რატო ხდება ერთ და იგივეში? ეგ ცალკე თემა ისე ვამბობ და ძალიან ბევრი რამის გამო და აი მრავალი კუთხით უნდა მიუდგე რა, სხვადასხვანაირად არის. აი მაგალითად თუ არ ვიცი აი რა გავიხსენოთ. მამა მაგალითად მამის ნაკლებობა ქონდა, მამის სიყვარულის. ან არ იყო, ნუ გოგოს შემთხვევას ვამბობ, ქალის შემთხვევას. თუ მაგალითად მამა არ იყო ყურადღებიანი, არ გაძლევდა სიყვარულს, ან საერთოდ არ ჰყავდა. შეიძლება მე დიდობაში ეძებდე სულ ისეთ ადამიანს, ვინც მამურ ყურადღებას შეგივსებს, ან სულ ეძებდე ისეთ ადამიანს პირიქით რო იყოს, ვინც მაგ დეფიციტს მოგცემს რა, ანუ ისე იქნება როგორც მამას და ეგ არის, ხო, ეგრე უფრო მუშაობს და ეგ არის უფრო აი ფამილარად დაცული გარემო. ანუ შენ ცნობიერად იცი რომ შეიძლება ეს ცუდია, ეს ტიპი, თქვათ ვიღაც, მაგრამ იქ ხარ სახლში. ხვდები, ან ეგრე მუშაობს რა. შენი ნერვული სისტემისთვის, აი სულ ადამიანი რომელზეც ძალადობდნენ, თქვათ, ბავშვობაში მოხდება ეს ადამიანთან ვისაც იგივეს დამართებს რომ იგივე რაღაცები იგრძნოს, იმიტომ რომ ის იყო სახლი და დაცულობა, ეგრეთ მუშაობს. და დაცულობა რა, ანუ ნაცნობი და ნაცნობი არ ნიშნავს იმას რომ კარგი არის, პროსტა ფამილია რა. ხო, ანუ მაგიტოა პრობლემა რა ჩვენი თავდაცვის სისტემა რაღაც მომენტებში რა მაგაზე ვლაპარაკობთ რეალურად, რომ მაგიტო შეიძლება როგორც სადა წყალი შეუდგა ჩემი დიას. საჭირო იყოს, ისე შეიძლება რომ მაგიტო უნდა გავაცნობიეროთ და შევცვალოთ ეგ რაღაცეები. ხო, მაგამდეც მივალთ რა, როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ეს პრობლემა, მაგრამ ჯერ ძირითადად ამის ბიოლოგიაზე და ანატომიაზე ვილაპარაკოთ, როგორ მუშაობს რა. ოკეი. აი სანამ რაღაც შექმნამდე და რაღაცებზე მოვიდოდით რა, ეს ხელოვნება და რაღაცებს ვიზავდით, რაღაც კრეატიულები გავხდებოდით რა, მანამ ძირითადად ყველაფერი რასაც ვაკეთებდით იყო, იმიტომ რომ თავი დაგვეცვა. აი რაღაცნაირად რომ გაიხედო ირგვლივ სამყაროში რა, ყველაფერი არის თავდაცვაზე
ანუ მე გადავრჩეზე აშენებული სამყარო. მაგათ ციხესიმაგრეებს და შემოღობილღობებს გულისხმობთ რუსთავის რომ იმაში რომ ვიყავით კი, მაგასაც რა მაქინა წამოსულ დღესაც რა ის ათამჯენებით რო აიღო თუ გინდა. ეგ გადარჩენს სარატოვაში. დაცულად იყო შენობაში თუ რა. ეს მაღალზე და მდიდარი და ბევრი ფული და უთვალავი ფული და ყველაფერი ოქონდეს და ვერავინ მოგწუდეს და ვერავინ შეგე. მაგას უფრო მაღლა ხარ უფრო ვერავინ ცდება. ეგრეა, კი. ნუ, ეგეც ესე. საბოლოოდ მე მაინც ვერ ვხედავ დღევანდელ სამყაროს, ანუ აი მაგალითად დღეს შეიძლება აღარ ვჭამდეთ, იმიტომ რომ ისე არ ვჭამდეთ, რომ გადავრჩეთ რა. ანუ იმისთვის არ ვჭამდეთ. უფრო სიამოვნების მიღების მიზნით. ხო, ანუ დაემატა ეგ რა, რომ ანუ ერთია გადავრჩით უკვე და ეხლა წამოვიდა უკვე რომ ლამაზი უნდა იყოს რაღაც ლამაზ გარემოში უნდა ვჭამოთ, რაღაც ფოტო უნდა გადავიღოთ. ხოლმე ვჭამ მიყვარს. 4-ზე შემიძლია დავდგედო ჭამ რაღაც დასწოროს. შენი ბუნება. ხო, რაღაცნაირი ბუნებრივია. და ტრამულ სამყაროში ცხოვრობთ რა, ჩემი აზრით რა. და როგორ ხო აი ну დღეს უკვე თითქმის ეგრე აღარ არის და რაღაცნაირად უფრო მეტად აი როგორ მოვაგვაროთ ტრამვა ალბათ აი ყველას აინტერესებს ეგ რა როგორ მოვიცეთ ტრამვას ტრიგერი კაია პირიქით ხო ტრამვას ხო ტრიგერებს ტრამვას კაია ესე მოკლედ ისე რომ შევაჯამო ტრამვა არის ტრამვა არ ხდება რაღაც აი წარსულში არ არის დარჩენილი რა ტრამვა ყოველ ჯერზე თავის თავს იმეორებს ეხლა აი აქ გასკოლისხობ ანუ ის რაღაც რაც არ უნდა იყოს მომხდარი წარსულში მახსოვს ეს თუ არ მახსოვს ეგ არ არის მნიშვნელოვანი რა ანუ თვითონ მოგონება გაქვს თუ არა დარჩენილი ხო მოგონება თუ ინფორმაცია მაქვს თუ არა შეიძლება აღმა ბავშვობის შეიძლება წერილს მახსოვდეს ან არ მახსოვდეს შეიძლება საერთოდ არ გქონდეს მემორი იმიტომ რომ როცა მუცელში იყავი მაშინ დედაშენს რაც გადახდა ეგ იყოს შენ ნერვულ სისტემაში ხო ანუ წამოყვეს იმიდან რა ქვია კი ეგ ძალიან ის არის რა ბაზ რომ აი ბაზ გენებში მოყვებოდეს რაღაც მაგრამ მაგას ის უნდა რა გარემოება რაშიც გათრიგერდება რა მოკლედ ეგრეც მოყვება რა გენებით და დნმ-ით აი როგორ რეაგირებ რაღაც სტრესულ გარემოზე ან რაღაც წინააღმდეგობაზე. ხო, იმენ დნმ კიდე სხვა. და სუიციდალური რაღაც შეიძლება მოყვება. კი, მაგაზე სადღაც ვაპარაკეს ერთხელ. ხო, ეხა უფრო ეგ დნმ კიდე ოდნავ სხვა არის, ვიდრე მუცელში რო ხარ, ეგ სხვა, იმიტომ რომ მუცელში რო ხარ, უკვე ხარ. ხო და მიერთებული ხარ დედაშენზე პირდაპირ. და მაგ დროს დედაშენის განცდილი რაღაცეები შენს განიცდის. საკვების და რაღაც. ხო, რასაც ჭამს მაგასაც მაგ მისი ნერვული სისტემა როგორ პირდაპირ ხარ მიერთებული რაღაც ანუ დაკონექტი შიგნით ხარ და დაკონექტებული ხარ ავატარივით იმით რა. რაც საერთოდ არ გახსოვდეს კი. ხო და მაგას ვამბობ. უფრო მაგაზე იყო ვიდრე ის რომ აი წინაპრის რაღაც და მე ხო და მაგას და ამას შეიძლება რომ აუდიო ტრიგერიც ქონდეს რა მუცელში ნაბუქს. ანუ დედის ნერვული სისტემა არ საუნდზე ხმაზე რაღაც სენსორული ინფორმაციაზე ღიზიანდება ჩვეულებრივ. აი მაგალითად ყვირილზე რო ყვიროდნენ მაგ პერიოდში ორსულად არის დაშენ მაგალითად და მაგ მომენტში მაგასთან ერთად ყვირიან და ცემენ მე მაგაზე ხო ნუ ეგ ტრიგერი იქნება. ხო ნუ რაღაც ძალადობენ და რაღაც მოხდეს რა მოკლედ რა რაღაც ზაფრი შეგრძნებები ანუ ეს გადამეტებული აი იმპაქტი ექნება ალბათ უფრო იმას რა გადამეტებულ სტიმულაციას მისი შობლის ნერვული სისტემის. ტრამვა არ არის რაღაც წარსულში შეიძლება მოხდა, მაგრამ ყოველ ჯერზე თავიდან იმეორებს ეხლა აქ თავს რა, იმიტომ რომ ეხლა თავიდან განიცდება რა. მაგის თქმა მინდა. ეხლა ხო ძალიან ის არის რა ქვია, ტრენდული აწმოში ყოფნა და წარსულში ყოფნა და რაღაც მე ყველაზე ჩემი დეფინიცია ეგ არის რა, აწმოში ყოფნის რომ რამდენად აღარ ხარ წარსულ გამოცდილებებისგან განპირობებული, მაგალითად ტრამვებისგან რა. რაც უფრო ხო და რამდენად ხარ, ანუ თუ ეგრე აღარ არის, აქ ხარ, აქ იღებ გადაწყვეტილებებს, აქ რეაგირებ და აღარ არის რაღაც შენი ემოციები და შეგრძნებები განპირობებული წარსულში მომხდარი რაღაც კონკრეტული გამოცდილებისგან.
ოკეი. იმისთვის რომ ტრავმა შევცვალოთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. შევცვალოთ? დაუხილოთ, გაუკურნოთ. კურნება. კურნება. რაღაცნაირად ჰილვაც და კურნებას რაღაცნაირად დიდი არ და გავიწყდეს რა სწავლა. просто ბოდიში რომ ჩაგვეხა, მაგრამ ვერ მოვითმინე. რაღაცნაირად დიდი სიტყვა, როგორც გასხივოსნება რაღაცნაირად დიდი სიტყვა იგი, დიდი სიტყვა. ხო, მაგრამ ნუ ეხა გასაგებრო იყოს როგორღაც უნდა ვთქვათ რა, მოკლედ რომ განთავისუფლდეთ ტრავმისგან. ოკეი. ან თავიდან მოვიშოროთ, მოკლედ თავიდან მოვიშოროთ ტრავმას. მოკალი. უნდა ვქნათ რა, ანუ დავაკვირდეთ სხეულს ეხა. აქ არის ტრავმა. აქ და ახლა სხეულს. ხო, ანუ ის რომ ვიქეკოთ ეხლა რაღაცნაირად მეხსიერებით და წავიდეთ რაღაც წარსულში, და ვიპოვოთ თუ არ ვიპოვოთ ამ ტრავმას, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ინტენს თუ არის, ცოტა ძნელი არის რა ეგრევე ჩავწეროთ. ხო, ანუ ძირითადად არ არის ხოლმე ჩაპრესილია და რაღაცნაირად გადაფარებული აქვს ბევრი რაღაცები საერთოდ წაშლილია რა. ანუ მე ჩემ გამოცდილებაში მქონია რაღაც ეგეთი ინფორმაცია რა, რომ ანუ ჯერ აი ტვინის ეგეთ ფუნქცია. ნუ ძირითადად ეგრეა ხოლმე პრინციპში, მაგრამ ერთი ყოფილა ძალიან რაღაც მაბავშვობის რაღაც, რომელიც ძალიან გამქრალი იყო რა, ჩემი ცხოვრები და საერთოდ არც მეგონა რომ ეგ მომხდარი იყო რა, იმიტომ რომ არ ესე რომ ვთქვა, მიუღებელი იყო იმ პერიოდში, მე როდესაც წარმაი სოციუმში რომ გამოვედი და თინეიჯერობაში და რაღაც, მიუღებელი იყო ჩემი დამკვიდრებისთვის და გადარჩენისთვის ის რაღაც მოვლენა. We don't need this. და ხო, ნელ-ნელა ყველაფერი იქეთ მიდის რაღაცნაირად რა, ისე იქეთ მიდიხარ, რომ ეს გაქრეს რა. და საერთოდ რაღაც აი 26 წლის თუ რაღაც 10 წელი, 15 წელი საერთოდ აი არ არსებობს ეს ინფორმაცია. და ხო, მე ერთ-ერთი რაღაც ჯდომი, მედიტაციური ჯდომის დროს რაღაცნაირად უკვე რომ დამშრალებული მქონდა, ხო, რილიზის დროს, ხო, აი ეგ წამოვიდა რა. ნუ აი ეს ერთი მემორი ქონდა თუ ბევრი. არა, აი მიყვა ჯაჭყურად მე, აი ძალიან იმ პერიოდში რაღაცები ძალიან ის იყო რა. ჩემთან ბევრი მემორებად ჩამოვიდა რა. ხო, აი სლაიდ-შოუს ავით მოდის ხოლმე. აი სურათები ტიკ-ტიკ-ტიკ ხო, ზუსტად ეგრეა ხოლმე, ხო. ხო, და ამიტომ არ უნდა, ხო, ეს კარგი იქნება, რომ თქვათ, რომ არ უნდა კონცენტრირდეთ რაღაც აი ეს ვიპოვოთ ეხლა მე რატო გავიტრავე და რაღაც რა შეიძლება თუ მივაგნებთ რაღაც კარგია, იმიტომ რომ იდენტიფიცირდეს რომ მე პრობლემა მაქვს და ხო, რაღაც პრობლემა მაქვს, გავიტრავე ისეთ, მაგრამ თუ არ არის შეგრძნებასთან ყოფნა. ხო, გასაღები არის შეგრძნებასთან ყოფნა რა. ანუ ეხლა აი აქ განიცდება, ეს ტრავმა ხდება აი აქ ეხლა ჩემთანზე. ნებისმიერი რაღაც, ხო, ნებისმიერი ტრამული გამოცდილება არის ფიზიკური გამოცდილებას პლუს რაღაც ფიქრი. ანუ სენსორული გზებით ნევრულ სისტემაში შესული ინფორმაცია. ანუ ცოტა რთულად ჟღერს. რამე ტენშენი ან რაღაც ტანში რა, დაჭიმულობა ან შეკუმშვა ან თუნდაც აი მაგალითად ყელში რომ რაღაც გოლი ხო ტირილი თუ რაღაც რო გინდა ეგეც მაგის ჩაკავება და ყელში ძალიან ბევრი მქონდა ძალიან ბევრი და ძალიან მიჭირდა ექსპრესია გამოხატვა რაღაცების განსაკუთრებით ისეთი რაღაცების რაც ცოტა ემოციური იყო ხო აი ხმის ამოღება და ამაღლებას რა ვერ ვლაპარაკობთ ხო ამ ხმის ამაღლებაც კი რაღაცნაირად ხო მიჭირს და რაღაც ხუდალში გინდა მაგრამ რო აღარ გაქვს მე საბოლოოდ ხო თელიან აწყოს გვიცulis რა ტრავმა რა და ფილტრავს თელ ჩვენ აღქმის სტრუქტურას და არა მარტო რა ჩვენ თელ ქიმიას ცulis რა ფილტრს და სათვალეებს დავარქმევდი მე რაღაცნაირად სხვადასხვა სათვალეებს გიყენებს რა ეგეც ყველანაირი რწმენა არის იქ წამს და ეგ ტრამოებიც რაც სხვადასხვა ფერის სათვალეებს და ბევრად კომპლექსურს და ზუსტად ისე ხედავს მაგებს ხედავ ძირითადად ან თავდაცვიდან და ბრძოლიდან და რაღაცები სამყარო არის შავული, ხო, არენდობის სამყაროს არის ტრული, გეშინია, დაძაბული ხარ და ხო, ანუ მთელი შენი არა მარტო ან თუ ჰორმონალური რაღაც. მე არასაკმარისად კარგი ვარ, ან თუ ფიქრობ რომ რაღაცნაირად მე რაღაც არაფერი არ გამომდის, ყველაფერს მაგ ხედავ რა ყველაფერს ხო. და ეგეთია შენი ცხოვრება და მან ხვდები რა, სულ მართლა არაფერი არ გამოგდის, მართლა
მართლა ვიღაც ისეთ ადამიანს ხვდები. ხო, ეს აქედან ხედავ, მე ამებს ამჩნევ, მე ამებს რომ ამჩნევ, ეს კიდე აძლიერებს ამ შენს მეას შენ არაფერი არ გამოგდის და მე ისევ წრეზე. და რა ბედი მაქვს, რა ესეთი დაუბრუნდა და ღმერთი არ მწყალობს, რა ბედი მაქვს, სულ სულ გარეთ ეძე პრობლემებს რა. პრობლემის უпростоრად გარეთ არის ყველაფერი დამნაშავე. სხვა არის ყველაფერი დამნაშავე. და ნუ მსხვერპლი ხარ, მე მსხვერპლი რო ხარ, მე შეიძლება გმირიც იყო ისე რომ შენ მსხვერპლზე ნუ გადაარჩინო შენი მსხვერპლი მდგომარეობა. აი ძალიან ჩაიხლართო შეიძლება, აი ისე გადაიხლართოს რომ ნუ აი ჩემთვის უფრო არის ალგორითმი რა. უხეშად კი არა მარტივად რო ვთქვა, ალგორითმია და ჩვენ გვაქვს აი ჩვენი ნერვული ალგორითმები რა. რაც ხო. მე პროგრამებს უფრო დავარქვათ პროგრამებში და მე აი ტანი მქონდა hardware-თან შედარებით ფიზიკური აი როგორც კომპიუტერი და ქვეცნობიერი რო იყოს პროგრამები ჩაწერილი შეიგდეს რა. იქნება ტრამვები, თუ რწმენები, თუ ძირითადი რწმენები, თუ რაც აი ტკივილი რა. ტკივილი რა. აი ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ტკივილი ხო როგორც წევენ ტრამვაზე ემოციაზე ვამბობთ, ესე ტანჯველი არის, ტკივილი ფიზიკურად ტანში არის და შეგრძნება არის. მაგრამ ამაზე რა რეაქცია გვაქვს მე ეგარი ტანჯველი არის პრობლემა. ხო. როგორ განვიცდით მაგას? არ მომწონს აი და მიპოვია ტანში რომ აი არ მომწონს მქონიათ სხვაგან რა. უკაცრავად. არ მომწონს ხო იქნება სხვაგან კონკრეტული ტკივილის მიმართ რა. რაში ჩართული არ ხარ, ანუ დაძაბულობა იქნება რაღაც მუხლი თუ გეტკინება. რაღაც თუ ტკივოთ ტკივა. დაძაბულობა ხდება. ანუ დაძაბულობა. ეგ დაძაბულობა უფრო რეაქცია არის, მე ვიდრე ტანის პირველ ყოფილი რეაქცია. ხო, ალბათ ისე რომ ყურადღება მიაქციო და არ მოკვდე. ხო, არ მოკვდე, ხო. არ გაქრა. ხო, და ტკივილი რავი. ტკივილთან ყოფილ ხარ. ვიპასა. ტკივილთან მაგიტომ მინდა ხო, ნუ აი ტკივილი რაღაცნაირად ილუზია არის რა, როგორც ემოციური, ისე ილუზია თუ შეფასება უფრო რა, შენი სუბიექტური შეფასება. როგორც ფიზიკური, ისე ემოციური რა. ანუ ფიზიკური ტკივილი შეიძლება იყოს რაღაც შეგრძნება, ნეიტრალური, ობიექტური. რაღაც, არ ვიცი, გარედან მიღებული სტიმულაციით. რაღაც შეგრძნებას გრძნობდე და ამას აფასებდე როგორც არასასურველად ან ტკივილად რა. ხო. არ მინდათ. არ მინდა. რომ შეცვალო, წახვიდე ექიმთან ან დაიდო ცივი ან რაღაც ქნა არ ვიცი მოიჩინო რა. საბოლოოდ ხო თითქმის ყველაფერს შევეხეთ ჩემი აზრით. მაგრამ არ გვითხოვს ყველაზე მნიშვნელოვანი რა, კი დავიწყეთ, მაგრამ არ გვითხოვს ის, რომ რა უნდა ვყოთ ამ ტრამვებს რა. რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვყოთ ჩემი აზრით? ხო. ჩემი აზრით ცოტა გავშლი რა. ნუ ჩემებურად არ ვიცი რა. ჩემი აზრით უნდა ვყოთ, პირველ რიგში რაც უნდა ვქნათ. არის გავაცნობიეროთ. თუ არ იცი რა ხდება, პირველ რიგში რაც უნდა ვქნათ. აი მივალ რა და ჩვენი უნდა დავიწყოთ დისციპლინით. რას გულისხმობ? ტვინის დისციპლინით რა. ანუ უნდა გავწურთნათ ისე, რომ ადვილად არ გარბოდეს ადვილად არ ზუსტად მაგის თქმა. დიდხანს შეეძლოს რაღაცასთან გაჩერება, კი. ანუ იმიტომ რომ მაგალითად რაღაც გარეგანთან თუ მოდის იმპულსი, რაღაც მოვლენა, რაღაც ხმაური, ყვირილი, ღრიალი რაღაც და შეგრძნებას იწვევს, ჩემი ტვინი და ყურადღება ეგრევე გარბის ავტომატურად სად გაიქცეს, რა გააკეთოს, მოდის ფიქრები, ვარ ფიქრებში გაჭედილი. ხო, არა მარტო ფიქრებზე უფრო ის არის რა შეიძლება. ტანშიც ჰორმონების სტრესის შეიძლება დაძაბვა და ხო, ანუ და მე რაც უფრო დიდი ხანი კონცენტრირებ და ვავარჯიშებ ამ ყურადღების გაწურთნაში, გარეგანი სტიმულაცია ნაკლებად მართმევს ყურადღებას. არ ვიცი რამდენად კარგად. ოკეი, გასაგებია. კუნთივით არის რა, მომწონს აქ შედარება, რაც უფრო ბევრს ავარჯიშებ, მით უფრო კარგად ფუნქციონირებს მე. და რაში გვჭირდება ახლა ეს? ერთი ის რომ ნუ ეგრევე აღარ გავიგივდებით ჩვენ შეგრძნებებთან და წარსულ გამოსვლას. გაიგივებაში რას გულისხმობ, ეგეც თქვენ ბარაბო გასაგებია. გაიგივებაში გულისხმობ, რომ ანუ თუ მე რაღაც გამithრიგერდა და ტანში ვიგრძნე შეგრძნება, წარსულმა ტრავმამ გაიღვიძა ჩემში, ჩემი ყურადღება თუ
წავა იმისკენ, როგორ გავიქცე ხა ამიტაც ფიქრებთ, ხო, გავლიო შეიძლება გაქცევა გინდა. ფიქრები მაჩვენებს იმას, რომ ეხლა რაღაც არ არის აქ კარგად, უნდა შევცვალო, მე კარგად არ ვარ და მსგავსი სტრიმები წამოვა ფიქრების, რომ რაღაც ქნა, შეცვალო, გადარჩენ, რაღაც არაფერი არ არის კარგად, ყველაფერი არის ცუდად, ან მსგავსი. ხო, ეს ნიშნავს, აი ფიქრებში ასვლა უკვე და აი ფიქრებიდან დანახვა შეგრძნების და სამყაროსი არის გაიგივება შეგრძნებასთან რა. ამისთვის უნდა ვიყო რაღაც ყურადღება უნდა გავწვრთნა. და იმ გავწვრთნილი ყურადღებით მე უნდა ადვილი იქნება განცალკევება, გამორჭობა ამ ფიქრებიდან და დაბრუნება ტანში ამ შეგრძნებასთან. რაც აბსოლუტურად ყველა ემოციას შეგრძნება აქვს. Yes, ყველა ემოცია არის რეაქცია რაღაც შეგრძნებაზე რა. ფიზიკურად ტანში სადღაც იქნება ეს ყელში, მკერდში, მუცელში, ნებისმიერ ადგილას, სადაც ნერვული სისტემა გადის, შეიძლება იყოს ყველგან რა. თავში ძალიან გვიან აღმოაჩინა, რომ თავშიც იყო არ მქონდა. ტვინის ირგული. აქ მქონდა ხოლმე მე და ამაზე მქონდა ხოლმე რაღაც პანიკის თუ რაღაცის დროს რა, რაღაც შოკი ქვია. არა, ძირითადი ადგილები არის ყელი, შუბლი, ყელი, გულმკერდი, სხვადასხვა რაღაცა არის. და ნუ ტერფები ფეხებისკენ. ხელებშიც ყოფა ძირითად anxiety ვისაც ქონია, ხელებში ქონიათ რა. აქედან იწყებოდა სადღაც და ხელების უკან ჩამოდიოდა და ხელებში და ფეხების მუხლებისა და ქვევით მინდა ჩადიოდა. ხო, და ხო, აი რო თქვა, რომ აი ეს ყურადღების აი დისციპლინა, რეგულარულობა, მაგალითად მედიტაცია მაგისთვის ან იდეალური პრაქტიკაა, აი ეს ნებისმიერ ამის დაკვირვების პრაქტიკები. ანუ რამდენიმე ეტაპად დაყოფდი ეგრე გამოდის ჯერ რომ ყურადღება გაწვრთნილი კონდეს ასე. მოდი პირველი ვიტყოდი ნებას, რომ ნება შენ აიდენტიფიცირებ რომ გაქვს პრობლემები და გინდა რომ შეცვალო პრობლემები. ნება არის პირველი რა მთავარი. ხო, რაღაც სურვილი გაქვს რომ რაღაც ქნა. ხო, რაღაც შეცვალო. თორე ახ ვიცი რა უნდა გითხრა, შენ თუ არ გინდა, ვერაფერი ვერ დაგეხმარება დედამიწის ზურგზე რა. ანუ ესე ვერ მოვა და შენი ნების გარეშე რა. ოკეი. პირველი არის ნება და ნუ ჩემი ტექნიკით და მე რაც ჩემ თავზე გამომიცდია და სხვა ადამიანებზეც არის რომ მედიტაცია რა. ანუ პირველი მედიტაცია და კონკრეტულად ეგეც რას ხო, აი მაგას ვამბობ რა, არაფერი განსაკუთრებული კონცენტრაციის ვარჯიშები რა. მაგალითად სუნთქვაზე ვარჯიშები. სუნთქვა არის ყველაზე აი იდეალური პრაქტიკა. ეგ პირველი პუნქტისთვის, ანუ ყურადღების გაწვრთნისთვის. პირველი იყო რა ქვია. ასევე იოგის პრაქტიკაც რა, თვითონ ეს ტანვარჯიში და სუნთქვა და ეს დრიშტები. აი თუ ერთ წერტილში უყურებ რა და სუნთქვაში თუ ზიხარ და შენი მოძრაობა არის სუნთქვაში ეს და დრიშტები რა ერთ წერტილი იგივე ეფექტი აქვს რაც მაგალითად დაждე თვალები დახუჭე და სად იხედები რა წერტილი სადაც უნდა კონკრეტული იოგის პოზაში სადგილ ყურადღება სად იხედები ეგეც იგივენაირად მუშაობს როგორც სუნთქვაზე იოგა როგორც დანამატი ძალიან მომწონს აი ჩემთვის ჩემ შემთხვევაში ეგ იყო დანამატის და ყველაფერიც რა ეგრე დავიწყე და ეს ყურადღები აი ეს კონცენტრაცია აი შემჩნევები ჩემი პრობლემების დავიწყე აი რეგულარული პრაქტიკების მერე რა მე პრობლემები დაპაუზებული გაქვს ყველაფერი რაც წამი იჩითება რა რაღაცნაირად რა იცი რომელი წამი იჩითება აი რაღაც გარეგანი იმპულსი და ეგრევე რო აი მაქედა ხარ აი მაგალითად ვიღაც ტიპის რაღაც ქცევა ძალიან გაბრაზებს და ეს ტიპი ხარ რა და იოგის ნაიოგარის მე იმ წამს იჭერო ეხა ეს ბრაზი როგორ წამოვიდა შენში რა როგორ ტრიგერდები რა რომ ვაუ რაღაცას ამჩნე უკვე რა ანუ უფრო ყურადღები ხარ და ნაკლებად გარბის შენი ყურადღება რა სხვა ეგ არის ყველაზე ამუშავებს. შეგვიძლია საერთოდ ან ვარჯიში არ აკეთვა იოგური პრაქტიკები რა და არც უთქვა არაფერი. მე მომწონს. არა ძალიან ასწორებს ისედაც ნერვულ სისტემას, აი ძალიან აფრეშებს. ეგ ესეთან ტანში ყურადღებაც ადვილად მიგაქ რა, აი პოზებსაც რო ასწორებ და რაღაცა შეიძლება არასწორად აკეთებ და
რაღაცნაირად ტანში კი, ყველაფერი კონცენტრაციაზე მუშაობს რა საბოლოოდ. და მე ადვილია რომ ტანში მოძებნო ის ემოცია იქნება თუ ტრამვი შეგრძნება თუ რაც იქნება ადვილია რომ ან საერთოდ შეიძლება შეგრძნება არ გქონდეს. აი ძირითადად ეხლა ამ პერიოდში მით უმეტეს ძირითადი ადამიანების ნაწილი აქ ცხოვრობს და ცხოვრობენ და აქედან ფიქრებიდან უყურებთ ამისზე ტანში რა არავინ არ ჩადის ყოველდღიურად არავინ არ ეგ კი არა ნუ რაღაც ადამიანები ალბათ რავი 10 წუთი არ თვალებ დახუჭული ეს ანიშვიათია თან თუ გაჩნია თუ იცის რომ 10 წუთში რაღაც უნდა ქნას მას შეუძლია რომ ლოდინის ფუნქციით იყოს რა მაგრამ თუ ესე დასვა არ ეტყვი არაფერს რა უნდა ქნა ტვინს თუ არაფერს არ მისცემ რომ რამე ქნას მას შევა პანიკაში ჩავარდეს ვერ მოისვენს ტელეფონი ამოიღოს რაღაცა ქნას ხო აი პირველი ეტაპი არის შემჩნევა დაიწყოს შემჩნევა რომ პრობლემები რა ის ტრიგერები მართლა გაქვს რა ანუ რაღაცა იგრევე იქიდან აღარ ხარ ნუ ეს კონცენტრაცია იოგა ეს პრაქტიკები გეხმარება მაგაში თუ რომანტიზებული არ ეგეც ბევრს ჭირს ხოლმე რომ ჭირს რა ხო ბევრს შემჩნევა რომ რომანტიზებული აქ ტრიგერი ან რაღაც issue ან რაღაც და უფრო პირიქით უფრო მაგაში ხო თავისი პერსონის ნაწილია თუ რაღაც ძირითადი თან და უფრო მაგასთან აიგივებს თავს და მაქედან არის რა ეგრო გამოაცავა არავინ აღარ თავდაცვის მექანიზმია კი ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმი ხო ნუ საბოლოოდ არის ის რომ შევქმნათ სივრცე სადაც შევძლებთ რომ დავაკვირდეთ ეხლა ამ მომენტში განცდილ შეგრძნებებს რა ხო დაუბრუნდი იმას ბოლომდე არ მithkomს დაამთავრე ხო მე და რომ მორჩები კიდე პუნქტებათაც თქვი რომ აი რა ხო ანუ პირველი მოკლედ წურთნით ყურადღებას მაგ ტრამა და რა ვქნა გამარჯობა რა ვქნა მაგ ტრამა და რა ვქნა უნდა ქნა და ვერაფერს ვერ იზა მე ვერ დაგეხმარ მე ვერ დაგეხმარ გამარჯობა და მე ვერ დაგეხმარ ხო პირველი არის რომ ნუ ნება მეორე არის რომ კონცენტრაციის ყურადღება რაღაცაზე მიუმართოთ და ეს არის არის ნებისმიერ ტიპის ხატვა შეიძლება იყოს დამჯდომარე მედიტაცია 10 წუთი 15 წუთი აი ეს დავიწყოთ იოგის პრაქტიკა ოღონდ იოგის პრაქტიკა არ ვამბობ რომ ეხლა რაღაც აუცილებლად პოზების გაკეთებაზე ორიენტირებული პრაქტიკა რა ანუ პრაქტიკა სადაც ორიენტირებული ხარ სუნთქვაზე პირველ რიგში და მოძრაობაზე სუნთქვაში მაგ დროს მუშაობს შენი ტვინი და მაგ დროს ხდება შენი ტვინის ფუნქციების გადამუშავება, ანუ დახაკვა, გადაწერა. ეს ჩვეულებრივი გარეთ გაშლილი შენი ყურადღება ცნობიერება რაღაცნაირად ჩამოდის და აქ მოდის სხეულში რა ბრუნდება. ხო, და მე ის მიმართულება რა, საბოლოოდ აი ფსიქოლოგიურ ეს ტექნიკა თუ არ ვიცი რა ქვია მაგას რა, სადაც ადამიანს ველაპარაკებით თქვათ ან მოკლედ გათრიგერება. გამიზნულად, ნუ თუ შენ თვითონ ახერხებ მაგას, ძალიან კაია, ვინმე ვისთანაც მაგას მოახერხე. ან თუ ვერ ვახერხე, მქონი რაღაც შემთხვევები, რომ ბოდიში კიდევ შეგვწყვეტინა, მქონი რაღაც. იმ წერტილამდე მაინც ვერ მივედით, ბოლოს დაამთავრე თუ კიდევ. არა, თქვი მინდი და. ნუ ბოლოს ხო ალბათ ის რომ რაღაც გავთრიგერდეთ, რომ მივიდეთ მე ჩვენი ყურადღებით, კონცენტრირდეთ კონკრეტულ შეგრძნებებთან. რასაც აი და ვიყოთ შეგრძნებასთან სანამ დაიდენტიფიცირებას არ მოახდეს ჩვენი შეიძლება დაიდენტიფიცირება მოახდინო, მაგრამ შეგრძნება იყოს და სანამ იქნება შეგრძნება, მანამდე უნდა იყოს. მაგას ანახე, სანამ დაიდენტიფიცირებას არ მოახდენს ტვინი, რომ ეს არის საფრთხე. თუ საფრთხე აღარ არის, შეგიძლია რომ მოიშვება ამ შეგრძნებასთან. ხო. აი ეს ფიზიკურ დონეზე ხდება რეაქცია, აი რო დააკვირდა ღრმად და კარგად რა, შეგრძნების ირგვლივ რეაქცია ხდება ფიზიკურ დონეზე. აი მოჭიმული ხარ, რაღაცნაირად აი ძალიან ბევრი ადამიანზე შემჩნევა კიდე რომ რაღაც დაუცველობის ან ტრამვის ან ბავშვობის რაღაც გამო ეს ხრები აქვს წინ რა ამის დაცულობის გამო თუ დაცულად რო იყოს რაღაცნაირად ეს ბევრს აქვს. პოზაზე ძალიან ბევრს ეთყობა ხოლმე რაღაცა. ანუ ვაფშე body language-ი ყველაზე გულწრფელი რამეა. კი, ტანი ხო უფრო გულწრფელი რა პირით ვამბობთ ხო. საიდან ვამბობთ, რას ვამბობთ, როგორ ვამბობთ, ადამიანს ვაკვირდები. განზრახვა რა გვაქვს რო ვამბობთ და თავდაცვა თუ აი უბრალოდ ყოფ. ნუ ძირითადად თავდაცვიდან ამბობენ ხოლმე ძალიან რაღაც ისეთ რაღაცა. ნუ საბოლოო მიზანი არის ის, რომ როგორღაც გავწურთნათ სხვადასხვა ტექნიკებით ჩვენი ყურადღება ისე. რომ მე შევძლოთ, რომ შეგრძნებებთან, იმ შეგრძნებებთან, რომელიც წარმოქმნიან ჩვენ ფიქრებს
ფილტრებს. ან შეგვიძლია რომ guided release meditatsiya ვიპოვოთ და მაგას მოусვენოთ ეგეც ვარ. ეგეც ხო, მაგრამ მოგიკარნახოს კონკრეტულ მომენტში რა მიმართულებით სახე და რა უნდა ქნა რომ დარჩე შეგრძნოს. ეგ ხო, ნუ რაღაც ჩვენი პრაქტიკებიც ეგ არის რეალურად. შორტკატი იქნება ხო. რომ მაგას ვშვებით რა რეალურად რომ ველაპარაკებით ადამიანებს, რო გათრიგერდნენ და მე დავტოვოთ შეგრძნებას. და ეს გაიდი ძალიან კარგი ის არის რა თავიდან რა. დამხმარე რა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე რომ მქონოდა გაიდი თავიდან რომ ვინმე მყოლოდა თქვა, ბეროდ უფრო სწრაფად ვიზავდი რაღაცეებს ალბათ. მაგრამ ნუ ყველაფერი ისე როგორც უნდა მე არ მომწონს თეატრი გაიდი. ხო, მეც არ მომწონს. მე მირჩენია რომ მე თვითონ მივაგნო რაღაცებს და მე ძალიან შემთვის შემიწერია რა, რაღაც შემიწერია მე მისმენია და კონკრეტულ რაღაცებს მითრიგერებია. მაგრამ რაღაცა მაინც მირჩენია რომ ვიწვე და ან ფიქრით ან კონკრეტული სიტუაციით ან რაღაცით გავღიზიანო ეს რაღაც ტრიგერი გამოვიწვია და მე მაგასთან ვიყო. მაგრამ ხო ცოტა ყურადღების ვარჯიში გჭირდება თორე ყურადღების ვარჯიში ესე პროსტა ეხა მარტო ვერ იწევ რა. ან თუ არც ყურადღება არ გიქნება. ეგრევე ვერა ხო დაიკარგები ფიქრებში იქნება ერთ და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის რომ ძირითადად მე რასაც დავკვირვები ვარ ადამიანებს რა. ვისთანაც რაღაც გამიტესტავს ან პრაქტიკა გამიკეთები ესე ინდივიდუალურად ან ისედაც აი პირველი ყველაზე მძაფრი და გავრცელებული არის სიმშვიდის მიმართ შიში. ხო, ხა რა ვქნა თავდაცვის თავდაცვის აი ეს სტრესისგან განთავისუფლების მიმართ შიში. ანუ ესე უნდა იყოს რა ხდება ახლა. ეგ მქონდა მეც ხომ მოგიყავი ერთ-ერთ სოკოს მერე ერთი თვე თუ რაღაც არაფერი anxiety მქონდა მანამდე არ ვიცოდი და გამოირთო ეს anxiety და მეთქი არ მე მომეწონა მეთქი ეს კიდე მინდა რომ იყოს მაგრამ ძირითადად აი შფოთვი მე რა ანუ ქალებზეც ჩემი დედრობითი სქესის ქალებზე ხო შემიტყვია რომ ეს ძირითადად ეს რაღაც კაცურ სამყაროში რომ ვართ რაღაცნაირად მასკულინ ენერგი ძალიან მოზღვავებული ჩვენ ქალებს უფრო მეტი აქვს თან ბოდროს უდრე კაცებს მაგრამ აი ქალებზე შემიტყვია რომ მაგალითად ეს თავის ფემინურ მხარეს ძალიან ბლოკავენ რომ გადარჩნენ იყვნენ რაღაცნაირად უფრო ხისტები ანუ მატერიალური ბუნება უფრო ჩამალონ, ჩაპრესონ. ეგ ესე თან ალბათ ნერვული სისტემა მუშაობს გადარჩენაზე რა. ამ თემა რო არ დავკარგოთ, იმას გავუყვები რა, რომ ანუ სიმშვიდის შიში აქვთ და დამშვიდ, აი მოდუნების შიში აქვთ რა ადამიანებს. დაცულად გრძნობ თავს, როცა მე ჩემი სხეული არის სტრესში. ანუ შეიძლება ადამიანის ცხოვრება და ცერვის ცხოვრება, მისი სტრესული ჰორმონები გამოიყოფოდეს არა ბუნებრივად, უფრო მეტად ვიდრე ჩვეულებრივი რეგულირებული ადამიანის რა, ნერვული სისტემით. მე თუ ცხოვრებას უყურებ როგორც საფრთხეთ, მე ვარ სულ ბრძოლის მდგომარეობაში რა, ყველაფერს ყველასთან ვისაც მივდივარ ლაპარაკობ ან რამე შვები, ვარ ბრძოლიდან, თავდაცვიდან. ეს თავდაცვა როცა დუნდება, რაღაც სხვადასხვა პრაქტიკებით, აი იოგაზე მოსულან მაგალითად ადამიანები, ან სუნთქვით ხო, ან მედიტაციით ან რამე და ან დამშვით და მე რეკონიათ ძალიან ხშირად შფოთვა რა, რომ აი ეს რა, რომ ეხლა ნერვული სისტემა პირველ პასუხი არის ის, რომ ეხლა შენ არ ხარ უსაფრთხო გარემოში და როგორღაც უნდა შეიცვალოს ეს შენი მდგომარეობა. ხო, და მაგდროს შფოთვი ეწყებოდ ხოლმე რა, პირველი ის ეფექტი რა. ხო, საბოლოოდ ეგ არის რა, რომ შევაჯამოთ, ტრავმა არის ერთგვარი ჩვენი ცხოვრების ფილტრი, რომ ტრავმები, რომლისგანაც გამოწვეულია რწმენები, არის ჩვენი ცხოვრების ფილტრი, ესე რომ ვთქვა, სათვალე, საიდანაც ხედავთ მთელ სამყაროს და რაც მოგწონს, რაც გვიყვარს, რასაც ვაკეთებთ, სადაც მივდივართ, საერთოდ აი მთელი ცხოვრების კონსტრუქცია არის ჩვენი ტრავმა. და საბოლოოდ ხო პრობლემა ის არის, რომ არ ვგრძნობთ თავს კომფორტულად აი ამ სხეულში და ძირითადად ხშირად ვართ, უხასიათოდ ხშირად ვართ დაძაბული, მთელი ჩვენი სასიცოცხლო ენერგია მიდის იმაში, რომ რაღაც სტრესს გავუმკლავდეთ. და რაც ჩაჭყლატილი გვაქვს, უფრო კარგად ჩავჭყლოთ და ხელი გვეფაროს ეს რა მოვიდეს არაფერი. და ხო, რა, ვეღარ ვართ ისეთები რა, ვეღარ ტკბებით სიცოცხლით ისე როგორც შეიძლება რეგულირებულ მდგომარეობაში. ამისთვის ხო ამბობდით იმას, რომ დავიწყოთ პრაქტიკა, მედიტაცია, იოგა
letting go meditაცია. ქართულად ვერ მოვიფიქრე შეიძლება. ხო, რაღაცნაირად ჟღერს რა, გაშვების, აი როგორც დანებდი ჟღერს რაღაცნაირად, ეგრე ჟღერს გაშვების meditაცია რაღაცნაირად. არ აღწერს იმას რა, გაშვების meditაცია. ანუ ჩემთვის არის ზედმეტად დიდი მნიშვნელობა აქვს თქოს ამ სიტყვას გაშვებას, მაგრამ რეაქცია, ფიზიკური რეაქცია და ფიზიკური რეაქციიდან გამოწვეული ფიქრული რეაქცია, რაც მე გადმოდის ცხოვრებაში. ანუ რასაც გრძნობ და როგორც ექცევი ამ შეგრძნებას, შემდეგ ეგრე რეაგირებ სამყაროში რა. ეს არის. ანუ ჩემთვის არის რეაქცია, მაგალითად შეგრძნება, გათრიგერდა რაღაც შეგრძნება წარსული გამოცდილების და მთელი ეს ფიზიკური სხეული არის მოჭიმული, დაძაბული ამის ირგვლივ. წინააღმდეგობაში არის იმასთან, რაც ხდება ამ დროს. დაძაბული რა, აი ეს წინააღმდეგობას მოწეხი რეზისტენს. ხო. თუ დიდი ხანი ვჩერდებით ამ შეგრძნებასთან, ასე პარალელურად შევიდე რომ მოადუნოს დანის და ხო, კი, ეს ირგვლივ კი. თუ ფიქრებიდან გამორჭობილი ხარ, წაღარასაც ამბობდი, მაშინ თავისით იწევს მოდუნებას, იმიტომ რომ ფიქრი იწევს ხოლმე ძირითადად ამ დაჭემობას, კი. თან პარალელურად შევიდე რომ მიეხმარ და მაგალითად მხრები ჩამოუშვა ან ყბა მოადუნო ან კერდი მოადუნო ან რა მუცელი მოადუნო და უფრო მარტივი ხდება მე ამ შეგრძნებას აღობ. ნუ საბოლოოდ იმის მინდა რომ სწორი სიტყვა არის რეაქციის გაშვება. ანუ აღარ რეაგირებ. წინააღმდეგობის გაშვება. მაგრამ მაინც აი მეორე პრაქტიკა შემოდის რა, რომ აი დაკვირვების მდგომარეობაში თუ გადაიტან, ეს ნუ შენ ცოტა არ მომყვები ხოლმე ამ ტექნიკაზე რა, ჩემი აზრით. მაგრამ აი ვიპასანა მაგიტომ გამისწორდა ძალიან რა, რომ ცოტა სხვა არის მომწონს ან ვიპასანა. როგორ არ მომწონს ან ხო, აი მაგრამ სხვა არის. აი ჩემთვის როგორია რა, თლიანი აი დაკვირვების მდგომარეობაში რო გადაყავს ტვინი, მაგ დროს რეაქცია ანუ თუ თლიანად დაკვირდები, რეაქცია აღარ არის. ხო, შეიძლება მარტო რეაქციასაც დააკვირდე რა, რომ ეხა შენ რეაგირებ რაღაცაზე და მაქედანაც წახვიდე, ან ვიპასანა მომწონს თუ ტვინი ისე გააწვრთნა, რომ თლიანად დაკვირვების მდგომარეობაში იყო. ხო და რაღაცნაირად დამთავრე. სადაც ხო, აღარ არის რეაქცია. ანუ თუ აკვირდები ავტომატურად ეგ რეაქციას არ არის. თუ რეაგირებ, დაკვირვება აღარ არის. ხო და ეგ რაღაცნაირად ორ მიდგომას დავყოფთ. ერთი რომ კონკრეტული რაღაც თუ მინდა რომ კონკრეტულ რაღაცას ვიმუშაო, კონკრეტულ რაღაცას გავითრიგერო, მაქედან მიდგომაზე, იქნებოდა ეგ რომ გავითრიგერო და მე რო ვიყო ამასთან და თუ ტანიდან მიდგომა არის ეგ რა, ვიპასანა. რომ პირდაპირ ბოდისკანით ტანში ეგრევე დაწვე, რაღაც ტანში ტენშენი სადმე თუ იქ იყო და ან იყო იქ, ან კიდე ძებნო რა შეიძლება ნამბნესიან რამე ქონდეს გაბუჟებული. მაქედან ხო, ტანურად მიუდგე რა და მაქედან გააკეთო გრილიზი. ორივე მუშაობს. ორივე მუშაობს. ხო, ნუ გაჩნია ხოლმე ალბათ რა გინდა რა შეიძლება. აი ამოღებაც მუშაობს რა. ანუ აი რაღაც მოტორული მაგრამ ვიღაცებზე კიდე შემჩნევია რომ ეგ რილიზის არა აქვს რა ყველაზე ემოციური გაშვების ეფექტი არა აქვს შეიძლება პროსტო სკანოს ერთი თვეს სკანოს ორი თვეს სკანოს მაგრამ რაღაცნაირად უფრო აი როგორც იოგას ვიყენებდით ეგრე გამოვიდეს საბოლოოდ რომ იმ მომენტში როცა ამას ვაკეთებ იმიტომ რომ ამას ვაკეთებ ხოლმე კი ურგამოყოჩევად ბუჯდები დუნდები ძალიან და მომწონს უფრო შესაძლებლად იმის რაც ხდება ხო და ვიღაცებთან და ლაპარაკისას შემჩნევია რომ როგორც რილიზს ეგრე არ იყენებენ თუ შეიძლება ეგრე. ხო, საბოლოოდ ყველა იქ არის, სადაც არის რა. ეგ არის იოგაშიც და მედიტაციაშიც. მაგიტომ ამბობდი უფრო შეიძლება რამდენიმენაირად აკეთო ეგეც. რომ ან ემოციის გადამუშავებას შვებოდე, თუ შვები ან просто ტანს განავდა. და ცოტა სხვადასხვა. ამიტომ არის გაიდი მნიშვნელოვანი რა, ჩემი აზრით, რომ გაიდმა გაგაკეთებინოს რაღაცები რა და ის ძალიან კარგად. ხო, ნუ ჯერ ალბათ რო იცოდე რა გინდა. ეგ უფრო ადვილი იქნება, მაგრამ შეგრძნებებიდან და ტრავმებისგან მართლა განთავისუფლდე, არის ეგ რა, სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკები, ოღონ იქაც სწორი მიდგომით რა. ხო, უნდა იცოდე რა შვები. უნდა იცოდე ზუსტად რა შვები ეხა რა. აი კონკრეტულ ხო, ეგ არის მთავარი. ხო. ეგ იყო დღევანდელი ჩვენი მეორე ეპიზოდი რაღაც პოდკასტის ტრავმებზე, ნერვულ სისტემაზე და ხო, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ტრავმა აღარ გვაწუხებდეს, არის ის, რომ
აღარ გვაწუხებს. აღარ გვაწუხებს. და ასეა ეს. კარგად. შეხვდებით ყოველ ოთხშაბათს 21 საათზე. ვიყურებთ რაღაცებს, ვიბაზრებთ ხოლმე ეს. ვირატოს მინდა რომ ხერხებს. კარგი ძაბები. კაი იყო.